გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებიდან ყველას შუადღე მშვიდობისა. შემომიერთით, მოდით და ამასობაში დავიწყებ მოყოლას. აქ მოვედით განცხადებებით და მოგიყვებით ახლა რა მოხდება და რა ხდება. საქართველოს პარლამენტის შენობაში ვართ, მოქალაქეთა მისაღებში, სადაც დავწერეთ ძლიერმა საქართველომ 14-მა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავწერეთ განცხადება, რომ არ მივიღოთ მანდატი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ყველას, ვინც მომეცით ხმა, ამისთვის მინდა გითხრათ დიდი მადლობა. ეს ხალხი ბევრია, 200,000-ზე მეტია, ვინც კოალიციას მისცა ხმა. მათ შორის ჩემს მე ვინც მომცა ხმა კონკრეტულად ამ კოალიციაში ეს ხალხი ძალიან ბევრია და ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ ნდობისთვის, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ნდობა თქვენმე მომეცით, იმიტომ რომ შემოსულიყავი ამ შენობაში და გამეტარებინა სერიოზული სწრაფი რეფორმები, რომელიც შეგვიყვანდა ევროკავშირში. რომელიც გააკეთებდა ისე, რომ საქართველოში იქნებოდა პირველი კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, რომ საქართველოში გავათავისუფლებდით სასამართლოს და გავიყვანდით იმ კლანს, რომ საქართველოში შემოვიღებდით უფასო კვება სკოლაში, იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა პროგრამა წყინვალე და ასაწყისი, რომელიც ეხება საბავშვო ბაღების მდგომარეობას და იმას, რომ საუკეთესო დასაწყისი უნდა კონდეს ჩვენ ბავშვებს, საუკეთესო ბავშვობა უნდა კონდეს, იმიტომ რომ მე გქონდეთ საუკეთესო მომავალი, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება ქუჩაში და ჩვენი შვილები არ იყვნენ რაღაცა ბედური კრიმინალის და კრიმინალური ავტორიტეტების საკბილო და არ იყოს თარეში ჩვენს ქუჩებზე და არ იყოს დაყრილი ნარკოტიკები ყველა შესასვლელში და ყველა სადარბაზოში. და იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს განათლების სისტემა, რომელიც მერე დაკავშირებული იქნება რეალურ სამსახურთან. აი ამისთვის. ხო და სამწუხაროდ, რახან ქართულმა ოცნებამ ეს არჩევნები მოიპარა, მე ამის საშუალება არ მექნება. ამ ხალხთან ერთად, ვინც საქართველოს პარლამენტს მოაჯდა, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, რაც მე ვთქვი, რომელსაც აინტერესებს მარტო საკუთარი ჯიბე, კორუფციული ინტერესი, რომელსაც თურმე დღეს გაახსენდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამარცხვინოები, იმიტომ რომ დაინახეს, რომ იქ შეიძლება იყოს სტუდენტების თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგობა. აი ამ ხალხთან ერთად, გამყალბებლებთან ერთად ჩვენ თქვით, რომ არ შევართ პარლამენტში და არ შევალთ პარლამენტში. ამიტომ დღეს მოვედით და ჩავაბარეთ განცხადებები, რითაც თვითმარქვია პარლამენტს მოუთხოვეთ ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. რუბიკონი გადალახულია. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და აქ მე პირადად დავბრუნდები მხოლოდ ისე, რომ აი ამ ყველაფრის საშუალება მე მქონდეს. სხვა შემთხვევაში არც ეს ხელფასი მათგი არამედ, არც ეს კაბინეტი მჭირდება, მე არ მჭირდება არც ერთი, არც მეორე, იმის ხარჯზე რომ დავჯდე აქ და ყაველაშვილის ადამიანის, რომელმაც არც ერთი ენა არ იცის, არც ერთი ენა არ იცის, არც ქართული, მათ შორის ჩვენ შეგვიძლია მივხედოთ და ვიმუშაოთ ყველაფერი ამისთვის. აბა, დროებით.